გვარახუცუბნის სანერგე-მეურნეობა ახალი ნერგებით შეივსო 17 სახეობის სასუფრე ყურძნის და 4000 ხილის ნერგი. ხეს სტუდენტებთან ერთად უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დარგეს. რეგიონის ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ელიტური ჯიშის ვაზის ნერგები გვარახუცუბნის სანერგე-მეურნეობიდან შეღავათიან ფასად შეიძინონ. ფატიხალოში და ანზორ-თხილაიშვილი იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე ხილის საშრობი და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გარდა ფერმერთა გადამზადებისა და საკონსულტაციო ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს. განაშენიანების აქცია აგროსერვის ცენტრის ინიციატივით მოეწყო. საერთოდ ჩვენი კუთხე აგრარული კუთხეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ეს წამოწყება ძალიან მომწონს, აღთოვანებული ვარ. არის სხვადასხვა ჯიშის ნერგები, ვაზი 35-მდე 30 ჯირის სხვა კურკოვნები და ვაშლის ჯიშები არის. სანერგე აქვე იქნება და მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება, რომ უკვე გამოცდილი ჯიშები თავიანთ ოჯახებში, ბაღებში მოამრავლონ. დღეს პირველი ნაბიჯია, ფუნდამენტია ჩაყრილი, რომ ნამდვილად ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა. ის დანარჩენი ბარათები თუ რაც გაკეთდა, ეს ტრადიციული კულტურების აღორძინებაა, ხო? დღეს აქ შემოდის ახალი ტექნოლოგიები. მნიშვნელოვანია, რომ აქ სამომავლოდ დაიწყება ენერგიის გამოყვანა და მოსახლეობაზე შეღავათიან ფასად ფიდგირებულების ფასად ფაქტიურად მიწოდება. აქ დაგეგმილი არის კიდე ფერმერებისათვის შეხვედრის მიზნით კონფერენციის დარბაზის მოწყობა, სადაც 80-მდე ფერმერი შეიძლება რომ შეიკრიბოს და სწავლება და კონსულტირება ჩაუტარდეთ, ასევე იქნება ხილის გადამამუშავებელი საწარმო.